გეოპოლიტიკა ვითარდება ძალიან საინტერესოდ ჩვენს გარშემო. აი ახლაც მიდის მოლაპარაკებები რიადში რუსეთის, ამერიკის, უკრაინის წარმომადგენლებს შორის. ნუ ეხლა ესეთი მაღალი დონე არ არის მსვლად, მაგრამ ის სუბიექტებია წარმოდგენილი, ვინც რეალურ პოლიტიკას ხარშავს და ამზადებს სამივე ქვეყანაში. უკრაინის საკითხი ეს უკვე გახდა კაცობრიობის შემდგომი განვითარების პრობლემა და არც თუ საფუძვლოდ, რადგან მესამე მსოფლიო ომთან მივედით ის რაც დაიწყო უკრაინაში, წარმოუდგენელი ხორცსაკეფი გაიხსნა და ეს გაიხსნა მოსკოვის და პუტინის ინიციატივით. ისინი ვერ შეეგუნენ, რომ იმპერია დაიშალა იმპერია და ეხლა ახალ სტადიებზე უნდა იფიქრონ, ტექნოლოგიებზე უნდა იფიქრონ, ეკონომიკის განვითარებაზე, ის რუსეთის სოფლები რომ ტლაპოშია ჩავარდნილი მათი ტალახიდან ამოყვანაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, გაცივილურებაზე. ახლა ბრიტანეთის იმპერიას დაიშალა, აგერ იმიდან იყო რა ქვია, კანადიდან ახალ ზელანდიამდე. და არ მოუკლია თავი ამის გამო ბრიტანელებს და არ გაუჩაღებიათ ომები. შეეგუნენ. ნუ ესენი ვერ შეეგუნენ, ამას და ვერ გააჩაღეს კიდევ ახალი მესამე მსოფლიო ომის პრელუდია, რაც როდის დამთავრდება არავინ არ იცის ამ მოლაპარაკებების მიუხედავად. კი, ტრამპს ახლა კეთილშობილური მიზნები აქვს, უნდა რომ რაც შეიძლება მალე ჩააქროს ეს ცეცხლი და პირველ რიგში მიიწეროს. კარგი ახლა, კარგი საქმე უნდა მივიწეროთ კიდევაც, აბა რა. რამდენად შეძლებს ეს ამ ეტაპზე ძალიან რთული სათქმელია. თეთრ სახლში ტრამპის და ზელენსკის წაკამათება ეს იყო პოლიტიკური PR ტექნოლოგიების ზენიტი შეიძლება ითქვას, რადგან ორივემ თავის ამორჩეველზე იმუშავა შესანიშნავად, მართლაც ვირტუოზულად. ტრამპმა ამერიკელ ობივატელზე, საშუალო ფენის ამორჩეველს ვამბობ, რომელსაც აღიზიანებს მისი გადასახადები თუ ხმარდება უცხო ქვეყნებში ომებს. ამაზე გიждდებიან ეგენი. ეხლა იქ ელიტა და ის ვიც სხვა ფენა და სხვა დონე კი ესმით გეოპოლიტიკური პრობლემები, მაგრამ იგრიგით გადასახადის გადამხდელი გეუბნება, რომ მე გადასახადს მახდენებ ამდენს და რატომ მიდის უკრაინაში, რატომ მიდის თქვათ იქ რა ქვია უგანდაში თუ ბურუნდიში და ასე შემდეგ. ამიტომ თლიანად ითამაშა ტრამპმა იმ შეკამათებით თეთრ სახლში იმ საშუალო მომრჩეველზე, ვისი იმედიც აქვს და ვისი მხარდაჭერითაც მოვიდა მეორედ. და ასევე ზელენსკიმაც, ნუ ძალიან ჭკვიანი პიროვნება, ვაჟკაცი და ჭკვიანი. ითამაშა როგორ კაი გაგებით ისტორიაზე, ანუ წინასწარ ჩაკეტა გზები, რომ მას დაბრალდეს უკრაინა თუ რამეს დაკარგავს. ჩაკეტა გზები, რადგანაც შეეკამათა ფაქტურად სოფლიო იმპერატორს და პოზიციები დაიცვა თავისი. არადა უკრაინისათვის დანაკარგი სამწუხაროდ რეალობა ამ წუთისათვის. ნუ კარგ ვარიანტში თუ ეს ჩამოაჭრეს ეს აღმოსავლეთი დონეცკი, დონბასი, ყირიმი და დანარჩენი შეინარჩუნა ოდესიან, ხარკოვიანად. ნუ სრულიად გეოპოლიტიკოსები და ექსპერტები რომ ეს კარგი ვარიანტია. დაბრუნებაზე ამ ტერიტორიების თუ რუსეთის იმპერია არ დაიშალა, არ არის საუბარი. ნუ ეხლა მოიტყვევთ თავს ეხლა პროპაგანდისტები ზოგიერთი კი რაღაცა ოპტიმისტურ ნოტებს გვაწვდიან, მაგრამ არ არის ეგრე. რეალობა მწარია, რეალობა სხვა. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ვარიანტი იქნება თუ ამ მოლაპარაკებების პროცესში რუსეთმა გააგრძელა სამხედრო ოპერაციები და ხარკოვს და ოდესას შეუქმნა საფრთხე და მოწყვიტა უკრაინა შავ ზღვაზე გასასვლელს. ეს ძალიან ცუდი ვარიანტი იქნება, ღმერთმა დაგვიფაროს ამ ვარიანტისგანაც და ნუ საერთოდ კატასტროფა იქნება თუ ვერ მოხერხდა დაზავება, დარეგულირება, კატასტროფა იქნება, რომ თქვათ პუტინმა შეისრულოს თავისი ოცნება და აღადგინოს კიევის რუსეთი. რეალურად ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს მთელი ომი კიევის რუსეთის ადგენას ემსახურება. და ისინი თვლიან, კრემლის თვლის კიევს რუსეთის ქალაქად, რუსულ ქალაქად, ისტორიულ რუსეთის დედაქალაქად და იქით ტერიტორიებს შესთავაზებენ პოლონელებს, უნგრელებს, რუმინელებს, კარპატებს და იმათ და ეს ტერიტორიები ნუ მოგეხსენებათ
მეორე მსოფლიო ომის წინ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით გადმოვიდა აქეთ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ნუ მოკლედ ძალიან დიდი არეალია მოვლენათა შესაძლო სცენარების და განვითარების. ჩვენ რა თქმა უნდა სოლიდარული ვართ უკრაინელ ხალხთან. საუკეთესო ვარიანტია რომ შენარჩუნდეს უკრაინის ტერიტორია, ერთიანობა, სახელმწიფოებრიობა სრულად. ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის, მსოფლიო მართლწესრიგისთვის და ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი მეგობრებო. რადგან თუ პრეცედენტი მოხდა და უკრაინას დაათმობიეს დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ის ხერსონის ნაწილი თუ მთლიანად და კიდევ იქ ყირიმი, დავისთავად, ხო? ეს პრეცედენტია უკვე და მე უკვე ვშიშობ, რომ იგივე არ გადმოიტანოს ვინმე მერე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მით უფრო თუ სახეზია მოღალატე ნეო ორჯონიკიძე, ჭორვილელი მკვლელი, ერის მკვლელი პუტინის აგენტი თავისი ბობოქარი რეჟიმით. ანუ აი ამაშია საქმე, რომ ორგანიზმში ერთი რაღაცა რო აირევა, თქვათ ინფექცია რო შევა, სულ პატარა ნემსის ხელა იარიდან, ხო? მთელი ორგანიზმი იწამლება და საერთაშორისო ურთიერთობაშიც აი პრეცედენტულია პროცესი. სადღაც რაღაცა რომ მოხდება, მით უმეტეს თუ სერიოზული რამ მოხდა, ის უკვე პრეცედენტი ხდება დანარჩენი ანალოგიური საკითხების მოგვარებისთვისაც. ამიტომ რა თქმა უნდა ვართ მღელვარე პროცესში. გეოპოლიტიკურ აი ამ ქარტეხილებს დაემატა ირანის მოვლენები ბოლო დღეებში, ახლა ესე ფართოდ არ აშუქებენ, მაგრამ საყურადღებო ერანი ჩვენი ისტორიული მეზობელია, ისტორიული პარტნიორია, ისტორიული მტერიც არის, ქონდა მტრობის ეპიზოდებიც, ახლა დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს მეზობელი სახელმწიფოები, სადაც მტრობის ეპიზოდები არ ყოფილა, მაგრამ ამით არ ხელმძღვანელობენ, თუმცა ითვალისწინებენ. იქ უკვე დაწყებულია გამოსვლები ჩრდილო ირანში, აზერბაიჯანელი თურქი მოსახლეობის და ეს სოლიდური რაოდენობა 30 მილიონია 20%-მდე მოსახლეობის და ალბათ ახლა არაა დასამალი რომ ამ პანთურქისტების მიზანი არის ერთიანი თურანის შექმნა, ანუ თურქული სამყაროს ინტეგრირება ერთმანეთთან, ხმელთაშუა ზღვიდან ჩინეთის საზღვრამდე, რომელსაც თვლიან თურქები თავის წარმოშობის საწყისად აი ალტაის მხარე და იქ ნოვოსიბირსკის რეგიონში მე სტუდენტობის დროს დავდიოდი რაღაცა საოცარი მხარე ამ წამოიყვანა იქიდან ეს თურქებიც. აი ამ სისტემის ადგენაზია ახლა საუბარი და ეს რომ აღდგეს, ამისათვის უნდა სახმელეთო გზით დაუკავშირდეს თურქეთი აზერბაიჯანს, შუა აზიას და კასპიის ზღვის გარეშეც უნდა გქონდეს საფეხმავლო ბილიკი და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ჩრდილო ირანის ხარჯზე, სადაც ვიმეორებ აი ეს თურქი აზერბაიჯანელი მოსახლეობა, რომელიც დღეს ღელავს და ქუჩაში, ანუ იქ მიზეზი რაღაცა ის არის ბანალური ქურთების ჩამოსახლება რომელიღაც სოფლებში, მაგრამ ეს საბაბია რა თქმა უნდა. შესაბამისად ეხლა რამდენად სალია ანკარას და ერდოღანს ამ პროცესების მართვისათვის უკვე საეჭვოა, რადგან თვითონ იქ დაეწყო პრობლემები. მოკლედ ამ ქართველებს საოცარი ბედი გვაქვს, აქ არ უქნივართ ღმერთს და მსოფლიო რუკის ფორმირებას ვახდენთ. ეს ალბათ ისტორიული ბედია ჩვენი გენის და ჩვენი ინტელექტის. ძაღლი შინავარგოდო, სანდირო გარბოდო, თურქეთში ქართველებს შორის მიდის ომი ახლა. ერდოღანი ქართველი, ლაზი ის რო დაიჭირეს ისტანბულის მერი იმამოღლუ, ხო? ისიც ლაზი, რიძელი, ქართველი, რა თქმა უნდა და ერდოღანს უნდა ეს ტახტი თავისი ის უკვე სულთანია ფაქტობრივად თავისი უფლებებით, უნდა ტახტი გადასცეს აი იმ უპილოტო საფრენ აპარატებს რო ამზადებს ის ბიჭი ბაირახტარი. მაგას უნდა რომ დაუტოვოს პრეზიდენტის პოსტი, თავის სიძეს. და ეს ბაირახტარიც ქართველია, ლაზია სხვადასხვა. ლაზი მილიარდერი ოლიგარქების ოჯახიდან არის. ანუ ქართველების ომი და დაპირისპირება მიდის თურქეთშიც. ნახოთ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. ფაქტია რომ ჩვენი რეგიონი სეისმურად ძალიან აქტიურია და ამ აქტიურობაში ჩვენ გვჭირდება ზუსტად ძალიან დიდი ჭკუა
არაერთხელ მithქვას აღმაშენებლისეული სიბრძნე, რა ვიცი, ტალერანის დიპლომატია და უპირველესად აი ამ რეჟიმის შეცვლა, რომ პოლიტიკა დაბრუნდეს პოლიტიკაში. პოლიტიკაში პოლიტიკური გონი დაბრუნდეს. ჩვენ უგონო დავდივართ ახლა, იმიტომ რომ ახლა აბა რა გონი უნდა მოსთხოვო ივანიშვილს, პაპუაშვილს, კალაძეს, აგერ დღეს გამოვიდა ის რა ქვია ეს წახაძე, ეს უაზრო მილიონერი როგორ გახდა, ამა როგორ იშოვა ფული, ტვინთ გატანილი ხალხში უშილდი ხოცება. ზესტაფონის დეპუტატი რო არის და მე რა ვსვეტ სკოლის წყალო ჩამოდისო, მუდმივი არაფერიო. აი იდიოტი არ არის დაბადებით. აი ლაპარაკი ახლა მას. და გონი გასულია ქართული პოლიტიკიდან, გონი გასულია და ღვთის იმედზე ვარ და კიდე გარიგ ღმერთი გვიფარავს.